ჩემ პირველ სპექტაკლი იყო რუსთაველის თეატრში დაცვის ბიჭი და რაღაცა უზარმაზარი სათაური ქონდა რა. პრეზიდენტი დაცვის ბიჭი და ენრიკო და ბატონ რობერტის სპექტაკლი. არ იყვნენ ჩემი შოულები სპექტაკლზე და აბა ვინა მოვიდოდა თორე. აი პირველი მქონდა ეს რაღაცა ბუქს ვაკეთებდი და ოპუნა ამდგარიყავი და ჩავჯექი თურა და შარვალი თავიდან ბოლომდე გამიხა. აი გაიჩნდა რა. ავიცი 2 საათნახევრიანი სპექტაკლი რაღაცა 10 წუთი არ გავდიოდა. ნუ აი ძალიან ეხა ვაი წარმოდგენა რა როლში შესვლა ეხა ხო ხვდები. გავიხადე ეს პიჯაკი მეცვა რაღაც გენერალს თამაშობდი. გავიხადე და ესე გავიკვანძი რა პირდაპირ და მთელი სპექტაკლი ესე დავამთავრე. ანუ რა ხო სხვა ვარიანტი არის ხო მან? არა, იმიტომ რომ არც მაყურებელი არ დაიწყებდა სხვა განყურებას და იქნებოდა მთელი ამბავი რა. და ტრაგედია იყო ეს კაცო. ტრაგედია. ერთებას მივაყოლებ რა, მერაბის გაუკეთეს ამოხრე მამან და ჯოხაძე ეგ სიტუაცია რა. მერაბი თამაშობდა მას. მერაბი რომ ხო გახსოვს ბრეგაშვილი. კი ბატონო. ამის იმას რა ქვია, მამას, ჯეკის მამას და ეს არ არის პოლკოვნიკი და რაღაცა და ეხლა ეს ახლავს რომ ეს მილიონერი ჩამოვიდაო და მოიყვანეო რა ვალებიდან ამოგვიყასო და მამა გეხვეწები მოიყვანე ნახე რა და გაზეთი უჭირავ სადაც სურათია. და აბათვა წიდაწი ჩაუკრეს პამელა ანდერსონის სურათი. ხო და ეს იძახის რომ არა დედა შენს როგორ უღალატო აი მამა ნახე რა ქალია ნახე და აიღო მერაბა ჩახედა აუ ეგეთი რაღაცა კარგია ხოლმე. აბა მოყევით თქვენ.